Koalitsiya ქართული ოცნების ოფისში koalitsiyis მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შეკრებილ საზოგადოებას koalitsiyis ახალი წევრი წარუდგინა. ნიკოლოზ ჯავახიძემ მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის დატოვა და ქართულ ოცნებას შეუერთდა. ნიკოლოზ ჯავახიძემ მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის გორჯომში წარდგენილი მაჟორიტარული კანდიდატურა მოიხსენია koalitsiya ბიძინა ივანიშვილის ქართული ოცნების დევან პროფხაძის სასარგებლოდ. ამავდროულად დავტოვე მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის გამგეობა და მთლიანად პარტია. შეუერთდი koalitsiya ბიძინა ივანიშვილის ქართულ ოცნებას და ვიმართავ სხვა ოპოზიციურ ძალებს, რომლებსაც თავი გონიათ ოპოზიციონერები მოხსნან კანდიდატურა და ბრძოლაში ჩაერთონ ჩვენთან ერთად. მე ვუერთდებ იგას მოწოდებას, რომ ამ ბრძოლაში საჭირო ერთიანი ძალებით გამოსვლა. შესაბამისად, ნებისმიერი დამატებითი ნაბიჯი სრული ერთიანობის მიმართულებით გადადგმული იქნება სასარგებლო და უნდა ასეთ ნაბიჯს მივესალმოთ. ჩვენ ვამთავრებთ სააკაშვილის რეჟიმს. 1 ოქტომბერი უნდა გახდეს ისტორიული დღე, როდესაც ეს რეჟიმი არსებობას შეწყვიტავს და ამ ბრძოლაში ყველა უნდა ვიყოთ ერთიანი.